ბატონო ნიკა, ერთი წუთით. დაწერა თუ არა ლევან სულაშვილმა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. მიპასუხეთ თუ შეიძლება. რატომ გაიყვანეთ, რას ნიშნავს? ვერ გავიგე. გონიათ რომ კერძო საკუთრებაში ხარ? ეს ნიკოლოზ მაისურაძეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო უშიშროების სამმართველოს შეფმა. შაბათის ეთერის ჯგუფის შენობიდან გაყვანის ბრძანება, მას შემდეგ გასცა, რაც კითხვები მისივე სამსახურის მაღალჩინოსნის ბურუსით მოცული სიკვდილის საქმეზე დავუსვით. ბატონო ნიკა, რატომ გარბიხართ? რა იცით ამ ფაქტის შესახებ? მიპასუხეთ, რა იცით? უკაცრავად. კარი დამაკეტინე. არა, ვერ დაგაკეტინებთ. კითხვები მაქვს თქვენთან. დაწერა თუ არა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სულაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. არ ვთვლი საჭიროდ რომ გაგცეთ პასუხი. თუ არ გაქვთ პასუხი. არ ვთვლი საჭიროდ რომ გაგცეთ პასუხი. 28 წლის ლევან სულაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად 6 წელი იმუშავა. იცით რა კარგი შვილი მიყავდა მართლა. იცით ჩემი შრომით სხვები თუ რაღაცას იძენდნენ მეორევე შვილს უმაღლესი დავამთავრებით. ძალიან მიჭირდა. თავის მოკლად შეიძლება მეუბნებიათ. ის აკონტროლებდა მგზავრების და ბარგის შემოწმებას. მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს უნდა გამოევლინათ აეროპორტში ნარკოტიკის, ასაფეთქებელი ან რაიმე საეჭვო ნივთიერების შემოტანა და გატანა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ სპეცსამსახურების ახალგაზრდა თანამშრომლის სიკვდილი მის საქმიანობას უკავშირდება. თურმე არ შეიძლება გლეხიშვილი თანამდებობაზე იყოს. ამაზე მაღალჩინოსანს აქვს რაღაცა ისეთი ჩადენილი, რაც ამას არ უნდა ენახა. რა იყო თქვენი შვილის მოვალეობა და მას სამსახურებრივად რა შეიძლება ენახა ის? იმ საღამოთი მთელ პერიმეტრებს ეს აკონტროლებდა, როცა მორიგე იყო. საკმაოდ ისეთ თანამდებობას ჰქონდა, განათლებაც ჰქონდა, რაც ახდებას, უმად ახდება, შემოტანა გატანა და სულ ყველაფერი. და ფიქრობთ, რომ რაღაცის თვითმხილველი. რაღაცის თვითმხილველი იყო, უნდა წამოსულა, არც წამოსulis საშუალება მისცეს და უკვე რო წამოსული სახლში მოდიოდა, არის ვიღაცა გამოყოლილი და ამ დღეში ჩამაგდეს მე. უშიშროების ოფიცრის ტრაგიკული ისტორია გასულ წელს 6 ნოემბერს დაიწყო. იმ დღეს 28 წლის ლევან სულაშვილი მორიგე იყო. ღამე ამ შენობაში გაატარა. დილით, როდესაც მორიგეობას მორჩა და სამსახურიდან გამოვიდა, დედას დაურეკა. უთხრა, რომ სახლში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 15 წუთში მივიდოდა. 5-ში იყო სამსახურში, 6-ში ხო სახლში უნდა მოსულიყო დილით. აღარ მოვიდა ჩემი შვილი სახლში. მაგრამ ესაუბრეთ. დილით ვესაუბრე, დედა მალე მოვალო. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ ლევან სულაშვილის კვალი გაქრა. რამდენიმე საათში კი ოჯახს შეატყობინეს, რომ სპეცსამსახურების 28 წლის თანამშრომლის ავტომობილი თბილისის ზღვაზე გამვლელმა ნახა. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ ან დაჭრილია, ან პოლიციას აყავ დაჭრილი ჩემი შვილი არ რაღაცა მაგის და იცით რა კარგი შვილი მყავდა. თესაფერში რომ დაიეროთ არავის წარგეთყვით. როგორც იყო მივედით და პირდაპირ მოვიდნენ და ვიზიარებთო. თბილისის ზღვაზე მისულ ოჯახს საზარელი სურათი დახვდა. 28 წლის ლევან სულაშვილი მისივე ავტომობილში იყო გარდაცვლილი. მანქანაში იდო ცეცხლსასროლი იარაღიც. პოლიციამ სულაშვილების დარწმუნება პირველივე წუთებში დაიწყო, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ეს ვერსია ოჯახისთვის დამაჯერებელი არც 1 წლის წინ იყო და არც ახლა არის. საცოლე ყავდა აქვე ჩემი სოფლიდან, აპირებდა ცოლის მოყვანას და ბინანახეს დივანი რაღაცები შეიტანეს იქ, რომ ქიდით ეცხოვრათ. გამიკეთეს, არ ვიცი. ორ შაბათს წავედით, ჩვენი ერთ ხასიათზე იყო ბავშვი, სამშაბათს სამსახურში გავისტუმრე, 4 შაბათს დავგარგე შვილი. აი ნეტა ვინ აყავს ის მფარველი ისეთი ვინც მე შვილი მომიკლა, რომ აი ესე ფეხებზე ჰკიდიათ ჩემი შვილიცა. მე ხო ქალი აღარა, მე აღარაფერი აღარა ვარ. თვითმკვლელობის ვერსია ოჯახისთვის არადამაჯერებელი კიდევ ერთი გარემოების გამო გახდა. სულაშვილები ამბობენ, რომ 7 ნოემბერს, როდესაც ლევანის ცხედარი თბილისის ზღვაზე პრაქტიკულად მიუვალ ადგილზე იპოვეს, წვიმდა და ძლიერი ქარი იყო. მოწმე კი ვინც 112-ში დარეკა, ამბობდა, რომ მას ცხედარი არ უნახავს და მისი ყურადღება თბილისის ზღვაზე გაჩერებულმა ავტომობილმა მიიქცია. საჭო არის, იმიტომ რომ
იმდენი ხანი უყურა ვიღაცა მანქანას, რომ ადამიანი არ გამოძრავდა და მერე დაინტერესდა რა ხდებოდა და ისეთი ქარიანი ამინდი იყო იმ მაგ დღეს. ისეთი ქარი იყო და თან ისეთი უკაცრიელი ადგილია და ძნელად ჩასასვლელი. ახლა კაცს რო ძაღლი ჩაიყვანა იქ სასეინოდ გამორიცხულია. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მოწმე არის სრულ მოწმე? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ არის სრულ მოწმე. ვინ არის შემთხვევითი გამვლელი, რომელმაც თბილისის ზღვაზე გაჩერებული ავტომობილი საეჭვოდ მიიჩნია და 112-ში დარეკა, ჩვენ ვერ დავადგინეთ, რადგან 1 წელია 28 წლის პოლიციელის ოჯახს არც დაზარალებული სტატუსი აქვს და არც საქმის მასალებზე აქვს წვდომა. გარდაცვლილის დათვეებია პროკურატურაში ამ მოთხოვნით დადის, მაგრამ არავინ უსმენს. ვითხოვ, რომ ექსპერტიზის პასუხი მოვიდეს დროულად, გამოძიება ჩატარდეს როგორც საჭირო არის და ამდენი ხნის განმავლობაში ხა 28 წლის ბიჭზე არის საუბარი, მთელი მომავალი და ცხოვრება წინ ქონდათ. უბრალოდ გამოიძიონ რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენი ვერსია რა? მოკლული არის. რატომ რაღაცა სამსახურში იყო რაღაც ისეთი ან რა ვიცი მე იცოდა ისეთი რაც არ უნდა სწოდნო და ყველანაირად თავს ლაფსასხამენ ჩემი ძმის სახელს. ერთია რომ ადამიანი მოკლეს და მეორე არის ის კიდევ რომ რეპუტაცია შეულახეს. რით რა ქონდა ვალები? ვალები ქონდა, ვითომ იქ ქალების თემა თამაშობდა. 1 წელია საგამოძიებო უწყება ოჯახს არწმუნებს, რომ კაცმა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აკონტროლებდა, თავი მოიკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად კი ოჯახის ინფორმაციით პოლიციამ შექმნა ლეგენდაც, რომ თითქოს ლევან სულაშვილს ვალები ჰქონდა და აზარტულ თამაშებს თამაშობდა. თქვენს რომ ლევანს ჰქონდა ვალები, რაც ვერ დაადასტურეს, იმიტომ რომ ვალები ყველას აქვს და ამის გამო თავს არავინ არ იკლავს. მე ვითომ ცდილობენ რომ ვალები ქონდა კი, მაგრამ გადახდის საშუალებაც ქონდა. არც ერთი ვადა გადაცილებული სესხები იმ მომენტისთვის ლევანს არ ქონია. მე ვითომ თამაშობდა, თამაშითაც არ თამაშობდა. თბილისის აეროპორტის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი საკუთარ მანქანაში მკვდარი 1 წლის წინ იპოვეს, თუმცა 1 წელია საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა. ანუ გამოძიებას არ დაუდგენია ვინ, რა იარაღით ან რა ტრაექტორიით მოახდინა გასროლა. არც ექსპერტიზის პასუხი არ ყოფილა, რომელიც წესით 45 დღის განმავლობაში უნდა მოსულიყო. და რას გეუბნებიან, რატომ არა? არ ვიცით, სამხარაულის ექსპერტიზას აქვს ბევრი საქმე. თუ როგორ ჩანს, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ლევანის საქმე. უშიშროების ოფიცერის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლევან სულაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება ამ ხელისუფლებას არ აწყობს. ჯერათ, რომ 28 წლის ბიჭი მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო მოკლეს. კაცი, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოებას აკონტროლებდა, ბევრი ინფორმაციის მატარებელი იყო. მის ხელში გადიოდა ყველა ჩამოსული მაღალჩინოსნის ბარგი და მას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, ვის რა შემოჰქონდა ქვეყანაში. ოჯახი ამტკიცებს, რომ სამსახურში კონფლიქტის გამო ლევან სულაშვილი მაღალი პოსტის დატოვებასაც კი აპირებდა და განცხადება ამ მიზნით გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეც დაწერა. დილით დაწერილი აქვს განცხადება წამოსვლაზე. ხელმძღვანელთან კი ჰქონდა კონფლიქტი, აპირებდა წამოსვლას. ყველა საუბრობს და მანამდე ლევანის და მის ხელმძღვანელი პირის დაძაბულ ურთიერთობაზე, მაგრამ ჩვენებაში არავის აღარ უწერია ეს. ჰქონდათ კონფლიქტი და უთანხმოება. აი რაიმე დავალება ხომ არ მიიღო? ისეთი რისი შესრულება? ეს უკვე არ ვიცი. რა მოხდა 7 ნოემბერს ამ უწყებაში? ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონფლიქტი ლევან სულაშვილს და დაწერა თუ არა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება გარდაცვალებამდე? ამ ფაქტების გადამოწმებას შაბათის ეთერი ახლა საავიაციო უშიშროების სამმართველოში ცდილობს, მაგრამ აქ მოსულებმა გავარკვიეთ, რომ ბურუსით მოცული გარდაცვალების ამბავზე ლაპარაკი ამ უწყებაში თანამშრომლებს აუკრძალეს. თქვენ იცნობდით ხო ბატონ ლევან სულაშვილს? ესე ჩვენ ძალიან ბევრი თანამშრომელი არ გახსნობით, ბევრი თანამშრომელი გარდაგეცვალათ 1 წლის წინ? არა, თანამშრომელი როგორ არ ვიცი, კი. იცნობდით? კი, როგორ არ ვიცნობ. ვისთან ქონდა მას კონფლიქტი სამსახურში? აი, ნამდვილად არ ვიცი. და დაწერა თუ არა განცხადება გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით? ნამდვილად არ ვიცი. არ დაინტერესდით თქვა ამას გეკითხები? აი, მე ვერ თუ დავინტერესდი. ვე შეგეშინდა? არა, არაფერი შემეშინდა. აკრძალულია ზოგადად არაფრით არ ვინტერესდები.
ჩემი სამსახური მაქვს, ვასრულებ და მივდივარ. ასე რომ ანუ თანამშრომელი 28 წლის ბიჭი რომ გარდაგეცვალათ გაურკვეველ ვითარებაში არაფრით არ ინტერესდებით, ხო? სწორად გავიგე. სახელი და გვარი შეიძლება თქვენ? არა, გასაგებია, მაგრამ რა შუაში ვარ მე სიტყვაზე. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რითი გარდაიცვალა თქვენი თანამშრომელი, რომელიც 7 წელი აქ მუშაობს? ახალს ვერ გეტყვით, რა ტელევიზიით იყო გადასული ის და პრესს მიმართ. რა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა? პრესს ვერ გეტყვით მე. არ დაინტერესდით ბატონო, ხო? მეორე ამი დაინტერესდი, მაგრამ ეგ ჩემთვის დაინტერესდი. ვერ მიიღეთ პასუხი. არსად არ მეკითხი, რა პრესს მიმართეთ. ანუ თქვენთვის გაქვთ ეს კითხვები? არ ვიცი, ვიზა იძახი. ლევან სულაშვილს თქვენს თანამშრომელს არ იცნობდით? იცნობდით თუ არა? ანუ ასეთი რთულია თანამშრომელზე რომ ისაუბროთ, აგიკრძალეს ლაპარაკი. არავის არაფერი აუგზალიათ და მიბრძანდით შესს და პრესეც მიმართ. ამ საქმეს რომ საგამოძიებო უწყება არ იძიებს და თაროზე აქვს შემოდებული. ამას კიდევ რამდენიმე გარემოება ადასტურებს. ავტომობილი, რომელშიც ლევან სულაშვილმა გამოძიების ვერსიით სიცოცხლე დაასრულა, ახლაც ლოტკინზე პოლიციის შენობის ავტოსადგომზე დგას. ოჯახს საგამოძიებო უწყება არ წმუნებს, რომ ავტომობილს ვერ დაუბრუნებენ, რადგან საგამოძიებო მოქმედებებისთვის სჭირდებათ. ავტომობილზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი მტკიცებულება იქ განადგურებულია და მე რომ მოვინდო მოხელახალი ექსპერტიზა, რამდენი ხანია წყალი ჩადის, წვერი ჩადის, სიბინძურე ჩადის, ანუ ყველაფერი იქ არის გაფუჭებული და ის მანქანაც არაფრად არ ვარგა, მაგრამ სად არის ეს? ლოტკინის პოლიციასთან არის ისევ. რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება 1 წლის განმავლობაში ავტომობილში? ამ კითხვების დასასმელად შაბათის ეთერი ლოტკინის პოლიციაში მივიდა, მაგრამ აქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ავტომობილი, სადაც უშიშროების ოფიცრის ცხედარი ნახეს და რომელიც გარდაცვალების საქმის მთავარი ნივთმტკიცებაა, ღიაა. ამ ფაქტს ჩვენს მიერ გადაღებული კადრებიც ადასტურებს. ნივთმტკიცებებს არ ლუქავთ აქ, ესეთი პრაქტიკა გაქვთ? გამარჯობა. გამარჯობა. შეგიძლიათ მითხრათ? არ მეხება ეგ საკითხი დატოვოთ. ვის ეხება? სამართლო დატოვეთ. ეს გეხებათ რომ მომიწოდოთ რომ დავტოვო? გამარჯობა. თუ არ შეწუხდებით მითხარი. ანუ 1 წელია ეს ავტომობილი დგას. თქვენი კოლეგა გარდაცვლილი და ნივთმტკიცებას არ იცავთ? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეეხო? მე არ ამაქვს სამთო. ნივთმტკიცება შუა ქუჩაში რატომ დგას და ქუჩაში არ დგას, კი, წამოდით ვნახოთ ღია კარი. ეს არა ქვია, ავტოსადგომზე დგას, შუა ქუჩაში. წამოდით ვნახოთ ღია კარი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ავტომობილში თუნდაც ჩაჯდომა და რატომ არავის არ შეუძლია. წამობძანდით ვნახოთ. ნუ კაი რა გეწევია. წამობძანდით ბატონოვაშა ღიაა და რატომ არ იძიებთ საერთოდ ამ საქმეს და რატომ არ იცავთ? რაზით მართლა მაინტერესებს პრაქტიკა. ხი წამო გაჩვენოთ ღია როა? არ მინდა მე ვიცი რომ დალოქულია. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმეს საგამოძიებო უწყება ფორმალურად იძიებს. ფაქტს 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვლილი გამომძიებელიც ადასტურებს. ანუ საგამოძიებო უწყებაში ვერ მოიძებნა ერთი დეტექტივი, ვინც ყოფილი ძალოვანის ბურუსით მოცული საქმის ძიებას დაიწყებდა და დაასრულებდა. მიადაგიშავათ ჩემო შვილმა. რადგან ისეთი როცა გაგვამწარეთ მთელი ოჯახი, არაფრად არ გვაგდებთ. ნუ თუ არაფრად არ აღის ადამიანის სიცოცხლე. არაფერი გამოიძიო ჩემი შვილის მკვლელი, მე მეტი არაფერი არავისი, არც პირადული მტკის არაფერი. მესამე გამომძიებას არის გადაცემული. რო დავრეკავთ, მიაღარა მაქვს, ეხლა სხვასა აქვს. ჩავა ჩემი მეუღლე, მივალთ, წამოვალთ. მე კიდე დავრეკავთ, კიდე აი პასუხს არ აქვს, გამოვიკლოთ, და თუ ზედმეტად კიდე ხმა მოვიდა, შეიძლება შენც დაგიჭირო. რა მოხდა 7 ნოემბერს საავიაციო უშიშროების სამმართველოში? უკავშირდება თუ არა ლევან სულაშვილის გარდაცვალება მის საქმიანობას და გამოკითხეს თუ არა მისი ზემდგომები? ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ბევრი უპასუხო კითხვაა, მაგრამ შვიმტარ დედას ამ კითხვებზე პასუხს არავინ არ სცემს და არც დაზარალებული სტატუსს არ ანიჭებენ.